ტრამპის აზიური ტურნე. რატომ გაგზავნა ამერიკამ კარიბის ზღვის რეგიონში თავისი ავიამზიდი? ტრამპის უჩვეულო ხელგაშლილობა არგენტინის მიმართ. პირველად ქვეყნის ისტორიაში იაპონიას ქალი პრემიერ-მინისტრი ყავს. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. აზიური ტურნე წარმატებული აღმოჩნდა ამერიკის პრეზიდენტისთვის. დონალდ ტრამპი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ASEAN-ის სამიტს დაესწრო. შემდეგ ტოკიოს ეწვია და ბოლოს სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის APEC-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. ტრამპმა ყველა ეს შეხვედრა ტრიუმფალურად ჩაატარა. როგორც პრესაში აღინიშნა, მსოფლიოს მომავალს ორი ლიდერი წყვეტს: ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოპონენტი ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. რადონის შეხვედრაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა მონაწილეობდეს შეხვედრაში, მთელი ყურადღება ყოველთვის ამ ორისკენაა ხოლმე მიმართული. ASEAN-ი 1967 წელს შეიქმნა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს აერთიანებს. ორგანიზაციის წევრებია ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, ბრუნეი, ფილიპინები, ვიეტნამი, სინგაპური, კამბოჯა, მიანმარი და ლაოსი. ამ ქვეყნების მთლიანი მოსახლეობა 660 მილიონზე მეტია და მათი საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი $10 ტრილიონ აღემატება. მსოფლიო კომერციულ სისტემაში ეს ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და მათთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკისთვის, უაღრესად მომგებიანია. ვაშინგტონი რეგიონს ალიანსებს შორის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ბალანსის საკვანძო ადგილად მიიჩნევს. რეგიონში გავლენის მოპოვებისთვის ჩინეთიც დაუღალავად იბრძვის. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ 3 დღის განმავლობაში კუალა-ლუმპური გლობალური დიპლომატიის ეპიცენტრი იყო. სამიტის კულუარებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. სამიტზე არ იყვნენ ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები. მათ თავიანთი მოადგილეები გაგზავნეს შეკრებაზე, რომლის მონაწილეთა შორის მთავარი ფიგურა მისი საპატიო სტუმარი ამერიკის პრეზიდენტი იყო. ტრამპი, რა თქმა უნდა, თავის სტილში მოქმედებდა. ზოგის მიმართ მათრახს იყენებდა და ზოგს თაფლაკვერით უმასპინძლდებოდა. მან ASEAN-ის ყველა წევრ ქვეყანას ახალი ტარიფები დაუწესა. უფრო სწორად, ზოგს დაუწია და ზოგს მოუმატა. როგორც მასმედიამ აღნიშნა, ტრამპს ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების არ სჯერა. ის მხოლოდ პირად შეხვედრებს ეყრდნობა. თუ მოეწონება პარტნიორი, დათმობაზეც მიდის ხოლმე. ასეთი მიდგომა უჩვეულო რამაა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველას უწევს მისთვის ფეხის აწყობა. სამიტმა ცხადყო, რომ ქვეყნები ამერიკასა და ჩინეთს შორის გახლეჩელნი ორ ცეცხლშუა გრძნობენ თავს. ერთმანეთთან დაპირისპირებული ამერიკა და ჩინეთი მათგან ერთნაირად ითხოვენ ყურადღებასა და დაყოლას. ტრამპი ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასაც შეხვდა. ორივე მხარე ეცადა დათმობებზე წასულიყო. ტრამპი კამბოჯასა და ტაილანდს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიასაც დაესწრო. ASEAN-ის სამიტის შემდეგ ის ტოკიოში გაფრინდა. იაპონიის ახალი ლიდერი ამერიკის პრეზიდენტს კარგად მომზადებული დახვდა. აქებდა, ადიდებდა და მასთან პირად ურთიერთობას აღვივებდა. როგორც აღმოჩნდა, მასპინძლობის ასეთმა უშუალო სტილმა გაამართლა. ტრამპი აღფრთოვანებული იყო ქალბატონი პრემიერ-მინისტრით. ერთი საყვედურიც კი არ წამოწდენია იაპონიის მიმართ. ამერიკისა და იაპონიის ლიდერებმა ვაჭრობის საკითხში ურთიერთმომგებიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. გარდა ამისა,
ერთმანეთს შეპირდნენ, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მათ ამ შეხვედრას იაპონიასა და ამერიკას შორის ოქროს ხანის დაწყება უწოდეს. ტოკიოს შემდეგ ტრამპი სამხრეთ კორეას ეწვია. მან აქაც მოაწერა ხელი ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას. სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში, სადაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი მიმდინარეობდა, დონალდ ტრამპი ცალკე სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. აქაც მოლაპარაკებები ამერიკისთვის მომგებიანად წავიდა. ლიდერებმა დათმობებზე წასვლა გადაწყვიტეს. კერძოდ, ამერიკა დაწევს ტარიფებს, ხოლო ჩინეთი ამერიკიდან სოიოს იმპორტს განაახლებს და იშვიათ მინერალებზე ექსპორტის დაბრკოლებას მოხსნის. მოკლედ, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყანასთან ამერიკისთვის მომგებიანი ახალი სავაჭრო შეთანხმებები გააფორმა. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის პრეზიდენტის აზიური ვოიაჟი დიდი წარმატებით დამთავრდა. კარიბის ზღვის რეგიონში, კერძოდ ვენესუელის გარშემო, მდგომარეობა იძაბება. დონალდ ტრამპმა მსოფლიოში ყველაზე დიდი საბრძოლო გემის ავიამზით ჯერალდ ფორდის კარიბის ზღვის რეგიონში გაგზავნის განკარგულება გასცა. ამერიკის საბრძოლო ძალის ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის სადმე გაგზავნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდება ხოლმე. ამერიკის საზღვაო ძალებს მხოლოდ 11 ავიამზიდი ყავს. ავიამზიდთან ერთად ყოველთვის 3-4 დამხმარე სამხედრო გემით სურავს, რაც ერთ დამრტყმელ ჯგუფს შეადგენს. როგორც წესი, ექსპლუატაციის სირთულის გამო ზღვაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუდმივად და ერთდროულად მხოლოდ 3 ავიამზიდი ახდენს პატრულირებას. ერთი ასეთი სამეული წყნარ ოკეანეში იაპონიის მახლობლად დგას და ჩინეთს აკონტროლებს. მეორე სამეული ინდოეთის ოკეანეში ახდენს პატრულირებას. მას ახლო აღმოსავლეთი აბარია. მესამე სამეული კი ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება. ავიამზიდის სხვა რეგიონებში გაგზავნა, როგორც ვთქვით, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ხდება. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნია, რომ განსაკუთრებული დრო დადგა და ხმელთაშუა ზღვაში მყოფი გემების ჯგუფი კარიბის ზღვის რეგიონში გაგზავნა. ტრამპის განმარტებით, კარიბის ზღვის რეგიონში ავიამზიდის გაგზავნა იქ მოთარეშე ნარკოკარტელებთან ბრძოლაში დაეხმარება ამერიკას. მეორე მხრივ, ამ მოტივით რეგიონში უკვე იმყოფება ამერიკის ძლიერი სამხედრო ძალა. კერძოდ, პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე განთავსებულია F-35 ტიპის 10 ავიაგამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავები. ასევე ვენესუელის მახლობლად იმყოფება 4 დიდი საბრძოლო გემი, რომლებიც ტომაჰოკის ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა შეიარაღებული. ითვლება, რომ ასეთი მსხვილი ძალის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ისეთი პატარა მობილური ჯგუფების წინააღმდეგ, როგორიც ნარკოკარტელებია. დიდ გემებსა და ავიაგამანადგურებლებს უჭირთ ასეთ პატარა ძალასთან ბრძოლა. ამიტომ გამოიწვია ტრამპის ბრძანებამ საყოველთაო გაკვირვება. ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი ვენესუელის დიქტატორის მადუროსა და მისი რეჟიმის დამხობაა, მაგრამ ვენესუელა პატარა ქვეყანა არ არის. თან მადუროს რეჟიმს ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ვენესუელის არმია ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენს. ჯერ კიდევ უგო ჩავესის დროს დაიწყო ვენესუელის სამხედრო ძალის გამტკიცება. ვენესუელას რუსეთი უკვე კარგახანია აწვდის იარაღს, დაწყებული ტანკებით და დამთავრებული თანამედროვე თვითმფრინავებით. ამიტომ ექსპერტები ეჭქვეშ აყენებენ ვარაუდს, რომ ამ გემებით ტრამპი შეძლებს მადუროს ჩამოგდებას. თუ მადუროს ჩამოსაგდებად ტრამპს სამხედრო ძალის გამოყენება სურს, პირველ რიგში მან სახმელეთო არმია უნდა გამოიყენოს. ეს კი ფართო მასშტაბიან ომს ნიშნავს. ამის წინააღმდეგია ამერიკის
პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ორივე მხარე. ტრამპი ამორჩეველს შეპირდა, რომ ამერიკა სხვაგან აღარ იომებს. მადუროს დამხობისთვის ტრამპმა სხვა ნაბიჯი გადადგა, კერძოდ ცენტრალურ სადაზერვო სააგენტოს ვენესუელაში ფარული ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა. ასეთი ოპერაციებით შესაძლებელია მადუროს რეჟიმის დასუსტება. მეორე მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ამერიკის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა და ამერიკის დემოკრატები ტრამპს აკრიტიკებენ, რადგან მან ნარკოკარტელების გემების განადგურების ბრძანება გასცა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ამერიკის სამხედრო ძალებმა 9 ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჰქონდა. ტრამპის კრიტიკოსების აზრით, ამერიკის მთავრობას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი ოპერაციების ჩატარების უფლება არ აქვს. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი კოლუმბიის მემარცხენე პრეზიდენტი გუსტავო პეტროა. ბოლო დროს ამ ორი ლიდერის ერთმანეთთან პაექრობა უკვე ნამდვილ ომში გადაიზარდა. პეტროს ბოლო ნათქვამთა გამო ტრამპის ადმინისტრაცია მას და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ცხადია, ეს დავა ორი ქვეყნის ურთიერთობაზეც ცუდად მოქმედებს. კოლუმბია ყოველთვის ამერიკის მოკავშირე იყო და თუ ახლა ტრამპს მადუროს ჩამოგდება სცადია, კოლუმბიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არგენტინაში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ფაქტობრივად რეფერენდუმი. მოსახლეობამ პასუხი გასცა კითხვას, პრეზიდენტ მილეის შოკური რეფორმები უნდა გაგრძელდეს თუ არა. შეგახსენებთ 2023 წელს არგენტინის სათავეში გამოუცდელი და აშკარად ექსცენტრიული პოლიტიკოსი ხავიერ მილეი მოვიდა, რომლის შეხედულებები რადიკალურად ლიბერტარიანულია. მის რადიკალურ იდეებს არგენტინის მოსახლეობის უმრავლესობა ახვა. მილეი ხალხს შეპირდა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა. ცნობილია, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არგენტინა ეკონომიკურ კრიზისშია. მძვინვარებს ჰიპერინფლაცია და სიღარიბე რეკორდულ დონეზეა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი დეფოლტი გამოცხადდა. შეშფოთებულმა არგენტინელმა ამორჩეველმა ბოლო შანსის იმედით ხმა ხავიერ მილეის მისცა. მან ქვეყანას შოკური თერაპია ჩაუტარა. რადიკალურად შეკვეცა სახელმწიფო ხარჯები და სოციალური დახმარება. ბევრი სამინისტრო და საჯარო სამსახური გააუქმა. შესაბამისად, არგენტინაში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ქვეყანა ნელ-ნელა რეცესიიდან გამოვიდა. საარჩევნოდ არგენტინა ორ ნაწილად გაიყო. მილეის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. არჩევნების შედეგების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა მოიწონა მილეის რეფორმები. მისმა პარტიამ La Libertad Avanza დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საერთო ხმების თითქმის 41% მიიღო. მილეის კი რეფორმების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა და რაც მთავარია, მის რეფორმებს ოპოზიცია პარლამენტში ვერ დაბლოკავს. მილეიმ გამარჯვება ბუენოს-აირესში მხარდამჭერებთან ერთად იზეიმა. მან განაცხადა, რომ რეფორმების გარდამტეხი პერიოდი გავლილია და ახალი არგენტინის მშენებლობის დრო დადგა. მილეიმ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს, რომ მან არგენტინას დახმარების ხელი გაუწოდა. ამერიკის 20 მილიარდიან დახმარებაზეა საუბარი. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხავიერ მილეი ოფიციალური ვიზიტით დონალდ ტრამპს ეწვია. სწორედ იმ სტუმრობის დროს გადაწყდა არგენტინისთვის 20 მილიარდი დოლარის გამოყოფა. მაშინ ტრამპმა აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მილეის პარტიის დამარცხების შემთხვევაში შესაძლოა შეთავაზება გაუქმდეს. და თუ მილეის რეფორმები წარმატებული იქნება, დახმარება 20-დან 40 მილიარდამდე გაიზრდება. ფაქტობრივად, ტრამპმა არგენტინის მოსახლეობას განუცხადა, დიდ ფინანსურ დახმარებას გაგიწევთ,
თუ ხავიერ მილეი არჩევნებში გაიმარჯვებსო. ექსპერტების აზრით, ტრამპის ამ განცხადებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მილეის ტრიუმფში. ამერიკაშიც და სხვაგანაც ბევრი განაცვიფრა ტრამპის ასეთმა უხმმა დახმარებამ. არგენტინის მიმართ ტრამპის ამ ფინანსურმა ჟესტმა რესპუბლიკელები ნამდვილ შოკში ჩააგდო. დონალდ ტრამპმა მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა თავისივე პოლიტიკური ბანაკისგან. მას შეახსენეს, რომ ლოზუნგი MAGA, Make America Great Again, არგენტინას კი არა, ამერიკას ეხება. ცალკე ამერიკელი ფერმერები აღშფოთდნენ, რადგან არგენტინა მსოფლიოში საქონლის ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და ამერიკელ ფერმერებს სახიფათო კონკურენციას უწევს. ექსპერტთა აზრით კი ტრამპს თავისი გაცხადებული პოლიტიკისთვის არ გადაუხვევია. მილეიმდე არგენტინას ქრისტინა ფერნანდესის მემარცხენე პოლიტიკური ძალა მართავდა, რომელიც არასოდეს არ მალავდა სიმპათიას რუსეთისა და ჩინეთის მიმართ. მილეის მოსვლით კი არგენტინა მკვეთრად პროამერიკული ქვეყანა გახდა. მეორე მხრივ ტრამპს ძალიან მოსწონს ისეთი ექსცენტრიული პოლიტიკოსი, როგორიც ხავიერ მილეია. მას ხომ არგენტინაში იქაურ ტრამპს უწოდებენ. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ტრამპმა მისი შინაარსი და აზრი მილეის გამარჯვებასთან დაკავშირებულ მილოცვაში განმარტა. მე მას მხარდაჭერა გამოუცხადე, თუმცა ამ ხელა გამარჯვებას არ ველოდი. ხალხს ეგონა გამარჯვება რთული იქნებოდა, მაგრამ მან არაუბრალოდ გაიმარჯვა, არამედ დიდი გამარჯვებაც მოიპოვა, თქვა ამერიკის ლიდერმა და დასძინა. მილეის დახმარების გადაწყვეტილება მის მოგებაზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ვალუტის გაცვლითი ეფექტით თუ ვიმსჯელებთ, არგენტინის არჩევნებიდან გამომდინარე, ამერიკამ მშვენიერი მოგება ნახა. ისტორიაში პირველად იაპონიას ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 64 წლის გამოცდილი პოლიტიკოსი სანაე ტაკაიჩი. ის ნარას პრეფექტურაში დაიბადა. იაპონიის პოლიტიკოსთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ტაკაიჩის ოჯახი იაპონიის ელიტას არ განეკუთვნებოდა. საშუალო ფენას წარმოადგენდა. ტაკაიჩის მამა მანქანების გამყიდველი იყო, დედა კი პოლიციელი. 1984 წელს სანაე ტაკაიჩიმ კობეს უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრაციის ბაკალავრის წოდება მიიღო. 3 წლის შემდეგ კი მასუშიტას ინსტიტუტში მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ამერიკის კონგრესში გადიოდა სტაჟირებას. სამშობლოში რომ დაბრუნდა, ტაკაიჩი პოლიტიკური ამბების ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიაში. მისი პოლიტიკური ცხოვრება 1993 წელს დაიწყო, როცა ის იაპონიის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად აირჩიეს. 1996 წელს მართველი ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის კოი ჩიკატოს მიწვევით სანაე ტაკაიჩი ამ პარტიაში გაწევრიანდა და აქტიურად მონაწილეობდა პარტიულ საქმიანობაში. კოი ჩიკატო და ქვეყნის პრემიერი აღფრთოვანებულნი იყვნენ ახალგაზრდა პოლიტიკოსით. ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაში ზოგადად არაერთი პოლიტიკური დაჯგუფებაა. ტაკაიჩი ულტრა კონსერვატულ ფრთას შეუერთდა. პარლამენტში მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან ძუნიტირო კოიძუმის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიიღო. იმ დროს ტაკაიჩი ცნობილ პოლიტიკოს სინძო აბეს დაუახლოვდა და როცა 2006 წელს ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, ტაკაიჩი სინძო აბეს მარჯვენა ხელი და მისი კაბინეტის წევრი გახდა. 2 წლის განმავლობაში მას რამდენიმე სხვადასხვა სამინისტროში მოუხდა მუშაობა. ჯერ განათლების მინისტრი იყო, შემდეგ ახალგაზრდობის და ბოლოს სახელმწიფო მინისტრი. 2009-12 წლებში, როცა ლიბერალურ დემოკრატიული პარტია აღარ იყო ქვეყნის სათავეში, ტაკაიჩის პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. 2012 წელს
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ისევ სინძო აბემ დაიკავა. მან თავის კაბინეტში ისევ მოიწვია ტაკაიჩი და ამჯერად შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. მაშინ ტაკაიჩისთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა. იაპონელმა ჟურნალისტებმა ფოტოსურათი ჩაიგდეს ხელში, რომელზეც ტაკაიჩის იაპონიის ფაშისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრა იყო აღბეჭდილი. ტაკაიჩიმ თავი იმით გაიმართლა, რომ შეხვედრა შემთხვევითი იყო და არა პოლიტიკური მიზნით. 2020-24 წლებში ფუმიო კიშიდას პრემიერობის ხანაში ტაკაიჩის ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობა ეკავა. ის სამჯერ მონაწილეობდა ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში. 2021 წელს იოშიჰიდე სუგასთან დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ ფუმიო კიშიდასთან და 2024-ში შიგერუ იშიბასთან. ტაკაიჩი ყოველთვის მეორე ან მესამე ადგილზე გადიოდა. მიმდინარე წლის ივლისში მმართველმა ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა. მარცხი პარტიის ლიდერსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაბრალდა. შედეგად შიგერუ იშიბამ ყველა თანამდებობა დატოვა და ახალი ლიდერის არჩევნები დაინიშნა. სანაე ტაკაიჩიმ ისევ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მისი მთავარი ოპონენტი იშიბას კაბინეტის წევრი და ექს-პრემიერის ძუნიტირო კოიძუმის შვილი შინძირო კოიძუმი იყო. ამჯერად ქალბატონმა ტაკაიჩიმ არჩევნები დამაჯერებლად მოიგო და პარტიის ლიდერი გახდა. ტაკაიჩის ლიდერად არჩევა მმართველი კოალიციის წევრ ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალას კომეიტის პარტიას არ მოეწონა და კოალიციის დატოვება გადაწყვიტა. მაშინ ტაკაიჩიმ სხვა პატარა პარტიებთან გამართა მოლაპარაკებები და კოალიციაში შესვლაზე ინოვაციების პარტია დაითანხმა. შედეგად 21 ოქტომბერს სანაე ტაკაიჩი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. როგორც იაპონიის პრესა წერს, ტაკაიჩი არ მიეკუთვნება თანამედროვე გენდერული თანასწორობის მომხრეებს. მისი საზოგადოებრივი და საგარეო პოლიტიკური შეხედულებები ულტრაკონსერვატულია. ტაკაიჩი ერთსქესიანი ქორწინებისა და ქალებისთვის ქორწინების შემდეგ ქალიშვილობის გვარის შენარჩუნების წინააღმდეგია. ქალის საიმპერატორო ტახტზე ასვლასაც არ უჭერს მხარს. ეკონომიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს პოლიტიკის მომხრეა, რასაც იაპონიაში აბენომიკას უწოდებენ. ტაკაიჩი ისევე როგორც თავის დროზე სინძო აბე ეკონომიკური ზრდის ტემპის გასაძლიერებლად სახელმწიფო ხარჯების გაზრდის მომხრეა. ის ასევე რბილი მონეტარული პოლიტიკის გატარებას ემხრობა. ტაკაიჩის თქმით, ატომურმა ენერგეტიკამ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს ეკონომიკაში. რაც შეეხება მიგრანტების საკითხს, ის ხისტი პოლიტიკის მომხრეა. როცა უთხრეს, რომ იაპონიის მოსახლეობა ბერდება და ქვეყანას ახალგაზრდა მუშახელი სჭირდებაო, ასე თქვა, ვამჯობინებ, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბუნებრივად შემცირდეს, ვიდრე მიგრანტებით ჩავანაცვლოთო. ტაკაიჩი იაპონიის სამხედრო პოტენციალის გაძლიერების მომხრეა. ის მხარს უჭერს იაპონიაში ამერიკული საშუალო რადიუსის რაკეტებისა და ბირთვული იარაღის განლაგებას. ისიც უნდა, რომ იაპონიას მომავალში თავისი ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ტაკაიჩი ულტრაკონსერვატული ორგანიზაცია ნიპონ კაიგის წევრია. ამ ორგანიზაციის წევრები მეორე მსოფლიო ომამდე იაპონიის იმპერიის მოტრფიალენი იყვნენ. მათ მსგავსად ქალბატონი ტაკაიჩიც უარყოფს მტკიცებას 1930-40-იან წლებში იაპონიის სამხედრო დანაშაულთა მასშტაბების შესახებ და ამბობს, რომ ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველ საყოფად აწარმოებდა ომებს და თვლის, რომ იაპონელები სხვა ერების მიმართ დამნაშავის კომპლექსისგან უნდა განთავისუფლდნენ. სანაე ტაკაიჩი ქორწინებაში იყო მის კოლეგა ტაკუიამა მოტოსთან. 2017 წელს პოლიტიკური უთანხმოების გამო ისინი ერთმანეთს გაშორდნენ, მაგრამ 4 წლის შემდეგ ისევ შეუღლდნენ.
ტაკაიჩის ჯანმრთელობის მიზეზით შვილები არ ჰყავს და არ მოსწონს ამის გამო მისი სტიგმატიზაცია. მისი აზრით, უშვილო ქალები საზოგადოებიდან გარიყულად არ უნდა გზნობდნენ თავს. სანაე ტაკაიჩის ხუმრობით ლეიდი heavy metal-ს ეძახიან, რადგან ახალგაზრდობაში ის heavy metal-ით იყო გატაცებული. სტუდენტობაში ერთ-ერთ ბენდში დასარტყამი ინსტრუმენტის დამკვრელი იყო. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.